ალიანსი ივანიშვილის პარტიასა და ნინო ბურჯანაძეს შორის სახალხო კრების 4 წარმომადგენელი არჩევნებში მონაწილეობას ოცნების სიით მიიღებს. ბურჯანაძის გარემოცვაში უკვე იმაზეც საუბრობენ, რომ ოცნებასა და სახალხო კრებას შორის კოორდინაციის გაგრძელება აუცილებელია. ივანიშვილის კოალიციაში ძველი განცხადებებით დაივიწყეს და როგორც დღეს ითქვა, ქართული ოცნების ბრალდებები ბურჯანაძის პრორუსულ ორიენტაციასთან დაკავშირებით უკვე მოხსნილია. რატომ აღარ გვკვირთ ივანიშვილი ბურჯანაძის პარტნიორობა ექსპერტებს და რამდენად შესაძლებელია, რომ ტანდემს კახა გუგავად შეემატოს, ნახეთ ჩვენ სიუჟეტში. ქართულ ოცნებასა და ნინო ბურჯანაძეს შორის ალიანსი შედგა. ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრები არჩევნებში ქართული ოცნების სიით მიიღებენ მონაწილეობას. სახალხო კრება და ქართული ოცნება სამ კანდიდატურაზე ნონა გაფრინდაშვილზე, სოსო ჯაჭვინიანზე და ლუკა კურტანიძეზე შეთანხმდნენ. ბურჯანაძე ივანიშვილის თანამშრომლობა კანდიდატურების დასახელებით არ დაწყებულა. ბურჯანაძეს ქართულ ოცნებასთან დაახლოების მორიგი მცდელობა ჰქონდა მაშინაც, როდესაც ის თბილისში ქართული ოცნების აქციაზე თანამოაზრეებთან ერთად მივიდა. სახალხო კრება ყოველთვის აცხადებდა, რომ გამარჯვების ერთადერთი საწინდარი არის ერთობა. ჩვენ ოპოზიციას მოუწოდებდით ერთობისაკენ, ელემენტარული სოლიდარობისაკენ და მე მგონი აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ დღეს სახალხო კრება მიიღო გადაწყვეტილება, რომ სოლიდარობა გამოვუცხადოთ ქართული ოცნების დღევანდელ აქციას. თუმცა ივანიშვილის აქციაზე მისვლამდე ბურჯანაძეს და ივანიშვილის ურთიერთ სიმპათია პრესის ფურცლებზე არაერთხელ გამოუთქვამთ. ბურჯანაძის 4 ხეულის ივანიშვილის მაჟორიტარობამდე კი ოცნების ბანაკში რეჟისორი გოგი ქავთარაძე გადავიდა. ქავთარაძე სახალხო კრების ერთ-ერთი დამფუძნებელი და ნინო ბურჯანაძის გუნდის წევრია. თუმცა როგორც ჩანს, ივანიშვილი ბურჯანაძის ურთიერთობა ამით არ შემოიფარგლება და უფრო შორსწავა. ურთიერთობის სურვილის გაგრძელებაზე ქრონიკასა საუბარში ნინო ბურჯანაძის გუნდის წევრი გია ბურჯანაძე საუბრობს. მისი თქმით, ქართულ ოცნებასა და სახალხო კრებას შორის კოორდინაციის გაგრძელება აუცილებელია. საღი აზრი ალბათ გაიმარჯვებს და უნდა მოხდეს ეს კოორდინაცია, იქ უნდა დაივიწყოს ყველა რაღაც ყენები, რაღაც წარსულები, ისინი თუ არ არსებობს საქართველოში ადამიანი, ვისაც რაღაცას არ გამოუძებნიან. როგორც ჩანს, ძველი განცხადებები ქართულ ოცნებაში დაივიწყეს. ნონა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ ქართული ოცნების ბრალდებები ბურჯანაძის პრორუსულ ორიენტაციასთან დაკავშირებით მოხსნილია. ნონა გაფრინდაშვილის ივანიშვილთან გამოჩენა არავის გაკვირვებია. მით უმეტეს, რომ გავრცელებული ინფორმაციით გაფრინდაშვილი ივანიშვილს რამოდენიმეჯერ შეხვდა და მას ბურჯანაძესა და ივანიშვილს შორის შუამავლის როლიც ეკისრა. ჯერ არაფერი არ შევხვდით, თუნდაც შევხვდით და ამიტომ ბიზნე ივანიშვილის ხო გავავრცელეთ არა ინფორმაცია. რა შეხება ბიზნე ივანიშვილის ბრალდებებს ნინო ბურჯანაძის მიმართ, რომ ის პრორუსული იყო? არა ბატონო მოხსნეს. ოცნების კოალიციაში შემავალ რესპუბლიკელებთან უთანხმოების მიუხედავად ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობის სურვილი აქვს ბურჯანაძის ახალ პარტნიორს კახა გუგავას. ის მზად არის ბიძინა ივანიშვილთან ნებისმიერ საკითხზე ნებისმიერი ფორმით თანამშრომლოს. ჩვენ ვართ მზად და თუ ასე ვთქვათ რესპუბლიკელები დაგვდებენ პატივს და ასე ვთქვათ თავიანთ ვეტოს მოხსნიან ამ თანამშრომლობის პროექტს, მე დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთ სხვა სუბიექტთან და გულწრფელად რო გითხრა, ვიცით კიდევაც მათი განწყობები, ყველა სხვა სუბიექტი არის ამ თანამშრომლობის მომხრე. ბურჯანაძე ივანიშვილის დაწყვილებაზე დღეს მარტივი კომენტარი შემოიფარგლეს. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ პოლიტიკური ნიშანი უმნიშვნელოა. ეს იყო ჩვენი წინადადება, რომ ყველა კარგი ადამიანი მიუხედავად პარტიულობისა, ვინც იმსახურებს ქართული ხალხის ნდობას, ყველა კარგ ადამიანს მიეცეს საშუალება იყაროს კენჭი სხვა ოლქში. ამიტომ ჩვენ არ უდგებით ადამიანებს იმ ნიშნით, ვინ რომელი პარტიის მთავარი კარგი ადამიანი იყო. იყო საუბარი რამდენიმე ადამიანზე, იგივე ლუკა კურტანიძეზე, სოსო ჯაჭვინიანზე, ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილზე და სხვებზეც ალბათ. თვითონ ნინო ბურჯანაძესთან ითანამშრომლებს თუ არა ქართული ოცნება. გამოცხადდება ამის თაობაზე, განცხადებები უკვე გაკეთდა რამდენიმე და დამატებით კიდევ ალბათ გახდება. ივანიშვილი ბურჯანაძის თანამშრომლობა არ უყვირთ ექსპერტებს. გიორგი აბაშიშვილი განმარტავს, რომ ქართულ ოცნებაში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები საერთო იდეოლოგიური ღირებულებების ხარჯზე არ ერთიანდებიან. მათი ერთადერთი მიზანი ფინანსური ინტერესია. პოლიტიკური კოალიცია ქართულ ოცნებაში წვრილი პოლიტიკური სუბიექტები ერთიანდებიან არა იდეების, პროგრამების ან საერთო იდეალების გამო, არამედ ძირითადად ფინანსური მოტივაციის გამო. შესაბამისად, ფინანსური მოტივაცია ალბათ იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რაც ქალბატონ ბურჯანაძეს ამოძრავებდა. ჯერჯერობით უცნობია ნინო ბურჯანაძის თანამებრძოლეები ლუკა კურტანიძე, ნონა გაფრინდაშვილი და სოსო ჯაჭვლიანი ბიძინა ივანიშვილის ოცნების სახელით რომელ ოლქში იყრიან კენჭს. არ არის გამორიცხული საზოგადოება მადგვერდით თავისუფალი საქართველოს ლიდერის კახა გუგავას თანამოაზრეებით იხილოს.
ბიძინა ივანიშვილის სახალხო კრების წევრებს შეხვდა, რომლებიც არჩევნებში ქართული ოცნების სიით მიიღებენ მონაწილეობას. ნონა გაფრინდაშვილი, გია ბურჯანაძე, სოსო ჯაჭულიანი და ლუკა კურტანიძე დღეს ივანიშვილის სასახლეში იმყოფებოდნენ. შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ნონა გაფრინდაშვილმა და გია ბურჯანაძემ ივანიშვილის სასახლე უკომენტაროდ დატოვეს. სოსო ჯაჭულიანმა და ლუკა კურტანიძემ კი ოფიციალურად დაადასტურეს, რომ არჩევნებში ქართული ოცნების სიით მიიღებენ მონაწილეობას. ისინი განმარტავენ, რომ წინა საარჩევნო კონსულტაციები უკვე დაიწყეს ბიძინა ივანიშვილთან, თუმცა რომელ რაიონში ეყრიან კენს შერჯერობით ოლიგარქს გადაწყვეტილი არ აქვს. სახალხო კრების წევრები ადასტურებენ, რომ ბურჯანაძესა და ივანიშვილს შორის ალიანსი გაფორმდა. გავეცანეთ დღეს და ასე ვთქვათ საერთო ხედვას, საერთო ბრძოლის ასე ვთქვათ გაგრძელებას. სახალხო კრების თითოეული წარმომადგენელი მივესალმებით ამ ერთობისკენ ასე ვთქვათ გადადგმულ ნაბიჯს და თითოეული ჩვენთაგანი გავაგრძელებთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას იმისათვის, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება მივიღოთ. ბატონმა ბიძინამ დაადასტურა ის შემოთავაზება, რაც იყო, გავიარეთ, ვილაპარაკეთ და კონსულტაციებს გავაგრძელებთ. კონკრეტული გადაწყვეტილება რომ მივიღოთ.